პოლიტიკური კლასი, რომელსაც მომავლის პროექტები არა აქვს, ის რა თქმა უნდა წარსულზე ლაპარაკობს. წარსულზე უფრო ბევრს კამათობს ვიდრე მომავალზე. რეალურად ეს ხო პირიქით უნდა იყოს, პოლიტიკოსის უმთავრესი ვალი არის მომავალზე საუბარი, მაგრამ ესე ხდება. როდესაც პოლიტიკა იწყებს ისტორიის მანიპულაციას, პოლიტიკა არ განიხილავს ისე, როგორც ჩვენ საუბრობთ, ხო, კონტექსტებს. პოლიტიკა განიხილავს ფრაზებს და მოკლე message box. მას არ სჭირდება კონტექსტი. მას სჭირდება ის რაღაც გითხრას, რომ ის გახსოვდეს, თორე რამ განაპირობა, როგორ განაპირობა, ეკონომიკური მდგენელი რა იყო, პარტიული დაპირისპირება რა იყო და ასე შემდეგ, მას საერთოდ არ აინტერესებს. ამიტომ ისტორია როდესაც სრულად აკონტროლებს პოლიტიკოსი, ის აღარ არის ისტორია, ის არის პროპაგანდის იარაღი და ის არის ძალიან საშიში. საბოლოოდ გამოდის, რომ ყველა იმას პოულობს ისტორიაში, რაც თვითონ უნდა, რაც აწყობს. პოლიტიკოსები ისტორიაში პოულობენ იმას, რაც მათ უნდათ.